მოგესალმებით კოლეგებო, პირველ რიგში გილოცავთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. ძალიან წარმატებას უსურვებ ჩვენ ქვეყანას შემდეგი 4 წლის განმავლობაში და მინდა გთხოვოთ წარმოდგენილი დღის წესის კენჭი უყაროთ. და ჩვენ გვაქვს სამი საკითხი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს და მესამევე წავიკითხავდა, რომ ერთიადად შემდეგ მოვისმინოთ. პირველი საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად. დოკუმენტი ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლისთვის. საქართველოს მთავრობის მოხსენება საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისთვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ეს არის პირველი საკითხი. მეორე საკითხი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესრულების 6 თვის მიმოხილვა და მესამე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება პროექტი ლოგინ ჯორჯიას დამატებითი დაფინანსება. ამ სამი საკითხის წარმოგვიდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე და გთხოვთ ბატონ გიორგი ისმენთ საკითხი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. მე ორი საკითხი თითქმის ერთ და იგივე ეხება არის 26 წლის ბიუჯეტი, თუმცა 26 წლის ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია მოხსენება მიმდინარე შესრულებასთან დაკავშირებით, ამიტომ თქვენ ისრებავთ 6 თვის მოხსენებას ცალკე არ გავაკეთებ და რა მონაცემებიც უკვე გამოქვეყნებულია 8 თვის ან 9 თვის მონაცემებზეც ვისაუბრებ 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად. რაც შეეხება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს, მინდა მოკლე შესწავლით დავიწყო, ვინაიდან წელს არის უკვე დასრულდა ის 4 წლიანი ციკლი, რომელიც პანდემიის შემდგომ ჰქონდა და მოკლედ მოგახსენებთ რა შედეგები ჰქონდა ამ 4 წლიან პერიოდში. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. ჩვენ 2020 წელს მოგახსენებათ საკმაოდ დიდი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, 6%-ზე მეტი იყო ეს ვარდნა, თუმცა უკვე 2021 წლიდან დაიწყო ეკონომიკური ტენდენციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, როგორც 2021 წელს, ისევე 2022 წელს პროგნოზირებულთან შედარებით იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, რამაც საბოლოო ჯამში ორივე წელს დააფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ამის შემდგომ განახლებული პროგნოზითაც იყო, რომ უნდა დაბრუნებოდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მისი პოტენციური ზრდის მაჩვენებელს, თუმცა როგორც 2023, ისე 2022 წელს იყო პოტენციური ზრდაზე მაღალი და საბოლოო ჯამში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჰქონდა 9.4%. საბოლოო ჯამში 4 წლიანი ჯამური მაჩვენებელის მიხედვით რეალურმა ეკონომიკური ზრდამ შეადგინა 45%, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 85%-ით და 2024 წლის ბოლოსთვის 91 მილიარდ 891 მილიონი ლარი შეადგინა. ორ მნიშვნელოვან კომპონენტს ჰქონდა ზრდაში დიდი წილი. ერთი იყო ინვესტიციები, რომელიც 2020 წელთან შედარებით ამ 20 წლიან პერიოდში გაიზარდა 12.3 მილიარდი ლარიდან 21 მილიარდ ლარამდე, მათ შორის აღსანიშნავია კერძო ინვესტიციების და 65%-იანი ზრდა ჰქონდა კერძო ინვესტიციებს და 13.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. და მეორე კომპონენტი იყო ექსპორტი, რომელიც 2020 წელთან შედარებით 140%-ით გაიზარდა, 4-ჯერ არის გაზრდილი ეს მაჩვენებელი, მათ შორის არის მომსახურების ექსპორტის და საკმაოდ მნიშვნელოვანი, 4-ჯერ არის მომსახურების ექსპორტი გაზრდილი, თუმცა ვინაიდან ექსპორტი და განსაკუთრებით მომსახურების ექსპორტი იყო საკმაოდ შეზღუდული პანდემიის პერიოდში, ალბათ ჯობია შევადაროთ 2019 წლის მაჩვენებელს და აქაც საკმაოდ დამბეჭდავია 65%-ზე მეტი არის და 2019 წელთან შედარებითაც მომსახურების ექსპორტის ნაწილში. წელსაც ჩვენ ეკონომიკური ტენდენციები დაგეგმითთან შედარებით მაღალი გვაქვს, მოგეხსენებათ წელს ჩვენ
ბიუჯეტი დაგვეგმეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა 6 თვეში 8.3% იყო, 8 თვის მონაცემები წინასწარი რაც გვაქვს ახლა არის 7.9% და აქ აღსანიშნავია, რომ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა, რომელიც აქვეყნებს პროგნოზებს ჩვენი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, განაახლა პროგნოზები და ყველას აქვს 7%-დან შემთხვევაში უფრო მაღალიც, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის რეალური ეკონომიკური ზრდა იქნება დაგეგმვითთან შედარებით უფრო მაღალი წელს და ეს უკვე მეხუთე წელი იქნება, როცა ჩვენ პოტენციურ ზრდასთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. რაც შეეხება შედეგებს თუ რა მოიტანა ამან ქვეყნისთვის, მოგეხსენებათ, პანდემიამ საკმაოდ გაგვიზარდა ჩვენ დეფიციტი, იყო 2020 წელს, როდესაც ხარჯების დამოგვიწია, ხოლო შემოსავლების ნაწილში პირიქით შემცირება ჰქონდა, რამაც თავისთავად გამოიწვია ვალის მნიშვნელოვანი ზრდა და ჩვენ პირველ პრიორიტეტად დავისახეთ მაშინვე, რომ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და სწორედ ასეც მოხდა. 2020 წელს არსებული 60%-იანი ვალის ნიშნული უკვე 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა იმ უსაფრთხო დონეს, რაც არის 40%-იანი თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან და დეფიციტის მაჩვენებელიც 9%-ზე მაღალი ჰქონდა დეფიციტი და 2022 წელს მიუხედავად იმისა, რომ 3 წლიანი პერიოდი ჰქონდა ჩვენ საკანონმდებლო ნორმაში დაბრუნების 2022 წლის ბოლოსთვის საფიქსირდა 3%-ის ოდენობით, ამის შემდგომ უკვე ვალს აქვს მუდმივად კლებადი ტენდენცია, 36.1% იყო 24 წლის ბოლოსთვის ვალი, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტის მაჩვენებელი მუდმივად გვაქვს დაახლოებით 2.5%-ის ფარგლებში, საშუალოდ ეს მაჩვენებელია უფრო ნაკლებიც იყო გასული წლის ბოლოს. დაახლოებით 2 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი იყო, რაც დეფიციტის მაჩვენებელი ნომინალურ გამოხატულებაში შემცირდა. რაც შეეხება ბიუჯეტზე რა გავლენა ჰქონდა მიუხედავად ესეთი ფისკალური კონსოლიდაციისა, ჩვენ 2021 წელთან შედარებით 2025 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიარდი ლარით არის გაზრდილი და ამან შესაძლებლობა მოგცა მრავალი მიმართულებით ყოფილიყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა და ეს მრავალი მიმართულებიდან ერთ-ერთი მთავარი, რა თქმა უნდა, არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. ჩვენ ამ კუთხით ჯამურად 9 მილიარდი ლარიდან დაახლოებით 38% სწორედ ამ მიმართულებაზე იქნა მიმართული გაშვებული, 3.5 მილიარდი წავიდა დამატებით სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე და ჯამში 8 მილიარდ ნახევარ საჭარბებს წელს ამ სფეროების დაფინანსება, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვა. ამან რა თქმა უნდა შესაძლებლობა მოგცა, რომ 4 წლიან პერიოდში პენსია გაზრდილიყო 70 წლამდე პირთა შემთხვევაში 110 ლარით და 70 წელზე მეტი პირების შემთხვევაში 175 ლარით, მაღალმთიან დასახლებებში ეს დაიყო დაახლოებით 132 ლარი და 210 ლარი, შესაბამისად გაზრდილი ბენეფიციარების რაოდენობის დაფინანსება მოხდა დაახლოებით 85,000-ით არის ბენეფიციართა რაოდენობა გაზრდილი. შევძელით, რომ ჯარისკაცებისა და პოლიციელების პენსიები გაზრდილიყო დაახლოებით 40%-იანი მაჩვენებლით და ამავდროულად პენსიის დასთან ერთად, ასაკობრივი პენსიის დასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და იგივე ინდექსაციის იგივე ფორმულა მუშაობს და იგივე მოცულობით გაიზარდა. გარდა ამისა იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებაზე საკმაოდ დიდი თანხები მიმართული, ჯარისკაცების და პოლიციელების ხელფასის ზრდა მოხდა 21 წელთან მიმართებაში 60% იყო ზრდის მაჩვენებელი და ასევე ზრდა განხორციელდა მთლიანად საჯარო სექტორში, გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები დაახლოებით 46%-ით იქნა გაზრდილი. რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას, რომელზეც ჩვენ საკმაოდ დიდ თანხებს ვხარჯავდით, ეს არის ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე მიმართულმა თანხებმა ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ზრდას, შესაბამისად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას განხორციელდა და ბოლო წლების განმავლობაში და ბოლო 2 წელში განსაკუთრებით რა დიდი და მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულდა. ბევრი თქვენგანი თითოეული ამ გზის გახსნაზე ბრძანდებოდით და ნახეთ, რომ ამ ჩადებულმა ფულმა საკმაოდ დიდი ეფექტი მოგცათ, როგორც თვითონ ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე ის, რომ დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით მაგისტრალების გულისხმობ გადაადგილების ნაწილში. რაც შეეხება 2026 წელს, ჩვენ ისევ როგორც წინა წლებში გვაქვს შედარებით კონსერვატიული პროგნოზები, რეალური ეკონომიკური ზრდა გვაქვს 5% და მომდევნო წლებში უკვე საშუალოდ 5.3%, დეფლატორის მაჩვენებელი შეადგენს 3%-ია საშუალოვადიან პერიოდში, ხოლო მომდევნო წლისთვის 4%-ია პროგნოზირებული, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელიც საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია, თუმცა 25 წლისთვის არის 3.6, 26 წლისთვის არის 3.6
10% და ჯამში ეს მაჩვენებლები ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს ვაძლევს მომდევნო წელს 110.5 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც დღევანდელი მდგომარეობით არის $10,900 მთლიან შიდა ერთულ მოსახლეებზე გადათვლილი მთლიან შიდა პროდუქტი. უკვე 2029 წლისთვის 140 მილიარდ ლარს აჭარბებს ჩვენი ეკონომიკის მოცულობა და $13,900 აჭარბებს ერთულ მოსახლეზე გადათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი. 2026 წელს რაც შეეხება უშუალოდ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გვაქვს პროგნოზირებული 26 მილიარდ 800 მილიონი ლარის ოდენობით და იმ გათვლით რომ ბიუჯეტის დეფიციტი იქნება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2.5%, ჩვენ ჯამში ნაერთი ბიუჯეტიდან შესაძლებლობა გვაქვს რომ ხარჯი იყოს ჯამურად 35.5 მილიარდი ლარი და რას ითვალისწინებს ეს ხარჯი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ არსებული ვალდებულებების სრულად დაფარვა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს და პლუს ამას ყველა ის ახალი მიმართულება, ახალი პროექტი, ახალი პროგრამა შესაბამისობაშია და გამომდინარეობს იმ სამთავრობო პროგრამიდან, რომელიც თქვენს მიერ გასულ წელს იქნა დამტკიცებული. ძირითად მიმართულებებს კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, თუ რა მიმართულებებზე ნაწილდება თანხები და მე უკვე სახელმწიფო ბიუჯეტზე უფრო დეტალურადაც ვისაუბრებ. სოციალური მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, ანუ ჯამში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 800 მილიონ ლარზე მეტით იზრდება, რაც გულისხმობს მათ შორის თავისთავად პენსიების დას, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარი იქნება, მაღალმთიან დასახლებებში შეადგენს 594 ლარს, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 370 ლარი, ანუ 20 ლარიანის და 370 ლარით და მაღალმთიან დასახლებებში 454 ლარი იქნება. გარდა პენსიისა, ანუ იგივე ინდექსაციის ფორმულით იზრდება 45 ლარი და 20 ლარით იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიები და საბოლოო ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე დაახლოებით 7 მილიარდი ლარი არის გამოყოფილი. ამავდროულად 2 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. განათლების მიმართულების 3.4 მილიარდი ლარია გამოყოფილი, მათ შორის რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურაზე არის საკმაოდ დიდი ყურადღება გამახვილებული და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებაზე დაახლოებით 3.5 მილიარდი ლარია აქაც და ეს თანხა თავისთავად ითვალისწინებს 10%-იანი ხელფასების დას ჯარისკაცებისა და პოლიციელებისთვის, ისევე როგორც ზოგადად საჯარო სექტორში ის საბაზო სარგო რაც არის განსაზღვრული 10%-ით იზრდება და შესაბამისად საჯარო სექტორში ხელფასების 9.6% გამოდის არის ზრდა. ინფრასტრუქტურა მეც ახანაც ვახსენე და მნიშვნელოვანია. მომდევნო წელს ჯამში ინფრასტრუქტურაზე მიემართება 7.6 მილიარდი ლარი, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურა არის 1.2 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ჩქაროსული მაგისტრალები, რაც ახალი მონაკვეთებიც არის და გაგრძელება არსებული მონაკვეთების არის 691 მილიონი ლარი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 2.6 მილიარდი ლარი, წყალმომარაგების და წყალარენების სექტორის ნაწილში არის 570 მილიონი ლარი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა 820 მილიონი ლარი, ტურისტული ინფრასტრუქტურა 150 მილიონი ლარი და სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილში არის 200 მილიონი ლარი. ასევე შევეხები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, აქ დაახლოებით 270 მილიონი ლარია გათვალისწინებული, გარდა სოფლის მეურნეობისა, სადაც უკვე სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გათვალისწინებულია 660 მილიონ ლარზე მეტი. ეს რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს ნაერთი ბიუჯეტიდან, მე ნაერთი ბიუჯეტზე ასევე მინდა მოგახსენოთ საგადასახადო შემოსავლების სახეები, ამ კომიტეტისთვის მეტად მნიშვნელოვანია ალბათ, ეს არის საშემოსავლო გადასახადი გვაქვს 8.970 მილიონი ლარი, საიდანაც 8.170 მილიონი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის წილი, ხოლო 800 მილიონი ლარი იქნება ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების წილი. მოგების გადასახადიდან პროგნოზირებული გვაქვს 3.150 მილიონი ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადიდან მივიღებთ 10.850 მილიონ ლარს. აქციზის შემთხვევაში პროგნოზირებულია 2.700 მილიონი ლარი, იმპორტი 150 მილიონი ლარი, ქონების გადასახადი 800 მილიონი ლარი და სხვა გადასახადები 180 მილიონი ლარი. პრივატიზების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტიდან მოლოდინი გვაქვს 350 მილიონი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს, ჩვენ ჯამურად შემოსულობების ნაწილი, რასაც მობილიზებას გავუკეთებთ წლის განმავლობაში, იქნება 30 მილიარდ 290 მილიონი ლარი. მათ შორის შემოსავლები არის 24 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე და ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა, უჭირავს საგადასახადო შემოსავლებს. სახელმწიფო ბიუჯეტის წილად იქნება 23 მილიარდ 30 მილიონი ლარი. სხვა შემოსავლები მილიარდ 350 მილიონი ლარი იქნება. გრანტების სახით გეგმილია 219 მილიონი ლარი. პრივატიზაციის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის წილი იქნება 200 მილიონი ლარი, ხოლო სესხების დაბრუნება 280 მილიონი ლარი. რაც შეეხება ვალდებულებების ნაწილში, ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება გვაქვს მილიარდ 800 მილიონი ლარის ოდენობით, წმინდა გამოშვებას გულისხმობ. გამოშვება მეტია, თუმცა დაფარვების ხდება ავტომატურად, ან წმინდა რაც იქნება მილიარდ 800 მილიონი ლარი. გარდა ამისა, საინვესტიციო კრედიტების სახით ჩვენ მივიღებთ მილიარდ 421 მილიონ ლარზე მეც, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტების სახით 620 მილიონ ლარს. რაც გვაქვს ახლა ვალდებულებების ნაწილში, ჩვენ 2026 წელს გვიწევს უკვე 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების დაფარვა, შესაბამისად ბიუჯეტი ითვალისწინებს მილიარდ 370 მილიონი ლარის ოდენობით ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლის დასაწყისში რომ გამოუშვათ და ამ თანხით მოხდება იმ 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების მილიარდ 370 მილიონი ლარი, 500 მილიონი დოლარის ახალი ევროობლიგაციები უნდა გამოუშვათ და ამით მოხდება იმ ძველი ევროობლიგაციების გადაფარვა, შესაბამისად როგორც შემოსულობების, ასევე ხარჯვით ნაწილში ეს ორივე თანხა გათვალისწინებული. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, აქაც ძირითად სამინისტროებს მოგახსენებთ. დიახ. კი ბატონო, კი რა თქმა უნდა, აქ არის როგორც აღებები, ასევე დაფარვების ნაწილი, კი ბატონო. კი ბატონო. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება 30 მილიარდ 475 მილიონი ლარი და სამინისტროების მიხედვით ძირითად ნაწილს მოგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყება, 9 მილიარდ 620 მილიონ ლარზე მეტია. 800 მილიონი გვაქვს აქ ზრდა და უდიდესი ნაწილი, როგორც ეხლაც ვახსენე, მიდის სწორედ სოციალურ პროგრამებზე, 6 მილიარდ 992 მილიონი ლარია მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამები, აქედან მხოლოდ ასაკით პენსიონერებსა და სახელმწიფო კომპენსაციებზე მიემართება 5 მილიარდ 15 მილიონი ლარი, ასევე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებაში მილიარდ 721 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მაღალმთიან დასახლებებში სოციალური დახმარებებისთვის 134 მილიონ ლარზე მეტი. ჯანდაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 2 მილიარდ 36 მილიონი ლარი, ხოლო საყოველთაო კლინიკების აღჭურვისა და მათ რეაბილიტაციების ნაწილში გათვალისწინებულია 80 მილიონი ლარი. იწურებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა დახმარების ნაწილში 263 მილიონი ლარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება უშუალოდ სამინისტროში შეადგენს 2 მილიარდ 615 მილიონ ლარს, თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან სამინისტროს ფუნქციების ნაწილი გადანაწილდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციას, ასევე ნაწილი ფუნქციები გადავიდა რეგიონული განვითარების სამინისტროში, ეს არის როგორც მოსწავლეთა ტრანსპორტირება, ასევე სკოლების მოვლა შენახვა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუ ამ ფუნქციებს დავაჯამებთ, ჯამში განათლების და სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 228 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უდიდესი ნაწილი მიდის სკოლებზე, მილიარდ 285 მილიონი ლარია საჯარო სკოლები და გარდა ამისა ინკლუზიური განათლების ნაწილში 93 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი მსხვილი მხარჯავი ორგანიზაცია, რომელიც ყავს, აქ ჯამურად არის 3 მილიარდ 96 მილიონი ლარი გათვალისწინებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაზე არის მილიარდ 415 მილიონი ლარი გამოყოფილი, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 184 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ნაწილში 515 მილიონ ლარამდეა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რაც ფუნქციებიც ოფიციალურად გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ჯამში არის 622 მილიონი ლარი, ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილში 150 მილიონი ლარი და სპორტული ინფრასტრუქტურა 200 მილიონი ლარი.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ შემთხვევაში გამოყოფილი თანხა შეადგენს 1.142 მილიონ ლარს, მათ შორის მეწარმოებების განვითარების ნაწილში 237 მილიონი ლარი, ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა 59 მილიონი ლარი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება 155 მილიონი ლარი, ელექტროგადამცემის ხაზების მშენებლობა 222 მილიონი ლარი, მათ შორის 25 მილიონი ლარია ახალი შავი ზღვის კაბელის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად. 25 მილიონი ლარია მხოლოდ კვლევების ნაწილი ეს ძირითადად გემის მომსახურება, რომელმაც გეოლოგია უნდა გააკეთოს. ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რაც მიმდინარეობს უკვე 60 მილიონი ლარია და ასევე ანაკლიის პორტის ნაწილში, რაც ჩვენი ვალდებულებად გვაქვს განსაზღვრული უკვე წყლის ინფრასტრუქტურა, აქ 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს არის ეკონომიკის სამინისტრო, კიდე რამდენიმე უწყებაზე მოგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრო 1.8 მილიონი ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო 1.473 მილიონი ლარი და ამასთან ერთად მოგახსენებთ რამდენიმე იმ უწყებას, რომელიც ალბათ ამ კომიტეტისთვის მეტად საინტერესოა, კონკურენციის სააგენტოს შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 7 მილიონ ლარს, სავაჭრო სამრეწველო პალატა 2.450.000 ლარიდან, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო 700.000 ლარი, ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქ შემცირება ამ შემთხვევაში, ვინაიდან აღწერა იყო წელს მოგეხსენებათ დასრულდა და 18.500.000 ლარია გათვალისწინებული სტატისტიკის სამსახურისთვის. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც გვაქვს ამ ეტაპზე 2026 წლის ბიუჯეტისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას როგორც პროგნოზებისა და ასევე შემოსავლების დაზუსტებაზე, გვექნება კომუნიკაცია და კონსულტაციები კიდე სამინისტროებთან და ამავდროულად თქვენთან მომდევნო 2 თვის განმავლობაში ვაპირებთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უკვე ნოემბრის ბოლოსთვის ჩამოყალიბებული იყოს ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერა ექნება უკვე დეკემბერში. აქ ერთ-ერთი საკითხი არის საბიუჯეტო კოდექსის ნახსენები და მარტივად მოგახსენებ ტექნიკური საკითხი იცვლება DGG-ს დათვლის ფორმულის ნაწილში, როგორც 26 წელს ითვლებოდა 25 წლისთვის დაითვალა DGG, იგივენაირად რომ დაითვალოს 26 წლისთვის, შაშანაკ შევცვალეთ, რომ 19%-ის ნაცვლად 20% მიდის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში და იგივე გაგრძელდება წელსაც. ეს არის ძირითადი ცვლილება. ეს არის და რა თქმა უნდა მზად ვარ კითხვებს კოლეგებთან ერთად უპასუხო და შემდგომი მუშაობის რეჟიმში გამოვგზავნოთ შემდგომში რაც იქნება საჭირო. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, კოლეგო, გთხოვთ დავსვათ კითხვები, ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და გთხოვთ ჩაერთეთ კითხვები დავსვათ და ისმენთ. მოგესალმებით კოლეგებო, მეგობრებო, მოგესალმებით. მადლობა ბატონო გიორგი. როგორც ყოველთვის გამორჩეული მიმოხილვა გაქვთ ხოლმე მიმდინარე ბიუჯეტის და შემდეგი წლის ბიუჯეტიც. პრაქტიკა გვიჩვენებს ერთ რამეს, რომ ყოველწლიურად ვიგეგმებით ბიუჯეტზე და ეკონომიკურ ზრდაზე დაახლოებით 5-6%-იანი ზრდით, მაგრამ რეალურად ვღებულობთ ხოლმე 8 და გასულ წელს ჰქონდა 9%, ხო? ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკისთვის აგრძელდება ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგი და მინდა თქვენს გუნდს მადლობა გადაუხადო. ბატონო გიორგი, ჩემი კითხვა არის მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალის მაჩვენებელზე, ანუ MŠP-თან მიმართებაში გვაქვს 35% მთავრობის ვალი. მინდა გითხო თუ რომელ ქვეყნებს აქვთ კიდევ რეგიონში ან სამეზობლოში მსგავსი მაჩვენებლები. რაც შეეხება ვალს, ჩვენ მოგეხსენებათ, ეხლა ვისაუბრე, რომ ვალი საკმაოდ მაღალი გქონდა,
შესაბამისად 35% ჩამოსვლა არის უსაფრთხოზე გაცილებით ნაკლები დონე ჩვენთვის, რაც შეეხება ქვეყნებს ჩვენს რეგიონში შესადარისი არ არის, ალბათ შედარება ხდება ხოლმე მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, ახლა ჩვენს რეგიონში როდესაც ვსაუბრობ და ძირითადად არის ნავთობით და სხვა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები, მათი ვალი შეფარდება გაცილებით უფრო დაბალია ვიდრე ჩვენ შემთხვევაში, თუმცა თუ შევადარებთ შესაბამის ქვეყნებს, ამ შემთხვევაში ჩვენი ვალის მოცულობა არის საკმაოდ სტაბილური, არ ვგულისხმობ ევროკავშირის ქვეყნებს, რომელსაც გაცილებით მაღალი აქვს, ან განვითარების ქვეყნებს გაცილებით მაღალი აქვს 60%, ზოგ შემთხვევაში 100%-ზე მაღალია, თუმცა ვალის მოცულობის ნაწილი უნდა შევხედოთ ეკონომიკის სიძლიერე ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე. ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის შემთხვევაში ჩვენი ვალის უსაფრთხო დონე არის 40%. ახლა თუ ავიღებთ იგივე იაპონიას მაგალითად ან რომელიმე განვითარებულ ქვეყნას, იმათ გაცილებით მაღალი აქვს უსაფრთხო დონის მაჩვენებელი და შეუძლიათ უფრო მაღალი ვალის აწევა ქონდეს მის ეკონომიკას. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 40%. გამომდინარე იქიდანაც, რომ საგარეო ვალის წილი თლიან ვალში არის ჯერ კიდევ მაღალი, დაახლოებით 79%-მდეა. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევამციროთ ეს წილი და 65%-ს ჩამოვხდეთ, მომდენოს ჩვენი სტრატეგია ამას ითვალისწინებს და რაც უფრო ჩამოვალთ საშინაო ვალის ნაწილში, ანუ წილი რაც უფრო მაღალი იქნება საშინაო ვალის, მით უფრო ეს 40%-იანი უსაფრთხო დონე შესაძლებელია უფრო გაიზარდოს. ანუ მთელი ვალის შინაარსი არის ქვეყანის ეკონომიკას რამდენად შეწევს ამ ვალის მომსახურება და პლუს ეს ვალის მომსახურება ქვეყანაში რჩება ზოგადად თუ ქვეყნის გარეთ გადის. ეს არის ძირითადი კომპონენტები. ამიტომ ზუსტად შედარება ერთი ქვეყნის მეორესთან ვალის დურადობის კუთხით შეიძლება რომელიღაც ქვეყანას კონდეს 10%-იანი ვალი და იმისთვის უფრო სახიფათო იყოს ის 10%-იანი ვალი ვიდრე რომელიღაცთვის 90%-იანი ვალი. არის სწორედ ამ კომპონენტებიდან შედგება ვალის ნაწილის უსაფრთხო დონის მაჩვენებელი. მე მაქვს რამოდენიმე კითხვა. პირველი ეს არის, რომ კომენტარს გავაკეთებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია სოციალური ჩვენი მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფისკენ, რაც ძალიან კარგია. ასევე განსაკუთრებით აქცენტები ტარდება განათლების მიმართულებით და 3 მილიარდზე მეტი არის ბიუჯეტში განათლების სფეროში დაგეგმილი ხარჯები. მე მაქვს ერთი კითხვა, რომელიც ეხება ეკონომიკური სამინისტროს ბიუჯეტს. იქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯამურად ინოვაციების მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია, თუმცა 2025 წლასთან შედარებით შემცირებული გვარის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიუჯეტი და ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ იქნებ გადავხედოთ ამას, იმიტომ რომ კომიტეტის ფიქრობს, რომ აღნიშნული მიმართულები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველი, მეორე, ჩვენ გაზაფხულზე მივიღეთ არაერთი კანონი, რომელიცაც ხელს უწყობთ სტარტაპების განვითარებას ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომელსაც ექნებათ ინოვაციური სტატუსი შეიძენენ და იმ სტარტაპებისთვის, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობენ ხელს და ამ ნაწილში განსაკუთრებით დიდია სააგენტოს როლი და მიგვაჩნია, რომ ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას ეძლევა ძალიან სწრაფი განვითარება მოხდეს ინოვაციური პროდუქტების და ასევე მნიშვნელოვანი პლატფორმა არის ინვესტიციების მოსიდვით თვალსაზრისით და ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია იქნება ამ ნაწილს გადავხედოთ, რომ საშუალება მიცეთ ქვეყანაში უფრო მეტი სტარტაპების შექმნას და საერთოდ ჯამში განსაკუთრებით ყურადღება ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ხელოვნური ინტელექტის ელემენტების განვითარებას ჩვენს ეკონომიკურ სექტორებში, რადგან ეს თავის მხრივ ხელს უწყობს სექტორების პროდუქციულობის გზას და მიმაჩნია, რომ ეს სააგენტო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით და თუ შეიძლება რომ ამ ნაწილში კიდევ ერთხელ სამინისტროსთან ერთად რო გაიაროთ. ხო, მეორე საკითხი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პრეზენტაციისთვის. ასევე 2025 წლის ბიუჯეტის შემოსავლებს რაც შეეხება საბოლოო ჯამში როგორი არის მოლოდინი, იმიტომ რომ
ეს ბიუჯეტი დაგეგმილი იყო, როგორც თქვენ ძალით 6%-იან ზნაზე ეკონომიკის, მაგრამ რეალურად არის პროგნოზი, რომ მსოფლიო ბანკის და ასევე ევროპის განვითარების ბანკის 7% იქნება ზრდა წელს, მაგრამ ჩვენი მოლოდინია, რომ შეიძლება კიდევ მეტი იყოს და ამ შემთხვევაში შემოსავლების თვალსაზრისით ვფიქრობ თუ არა, რომ ბიუჯეტი შემოსავლები დეფიციტური იქნება თუ არა, როგორი პროგნოზი გაქვთ? დიდი მადლობა. პირველ რიგში რაც შეეხება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ნაწილში, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ გვექნება კომუნიკაცია, არ გვაქვს კომუნიკაციის და განხილვების დეფიციტი, მაგრამ კიდევ დამატებით მოხდება როგორც სამინისტროსთან, ასევე კომიტეტთან. უბრალოდ მე მინდა ვახსენო, რომ შემცირება ნამდვილად არ გვაქვს, 101 მილიონი იყო ჯამური ბიუჯეტი ინოვაციებისა და 155 მილიონია. დიდი ნაწილი მოდის იმ პროექტზე, რომელიც შემდეგ საკითხად არის და დაფინანსების გაზრდა გვაქვს აქ ახალი ხელშეკრულება, ხელშეკრულების გაგრძელება არის და ახალი ხელშეკრულებაა, თუმცა თვითონ უშუალოდ ინოვაციების ნაწილში აქაც და არის შემცირება, არც ამ მიმართულებით გვაქვს. გეთანხმებით, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ალბათ ჩვენ უფრო მეტი რესურსი უნდა მივმართოთ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოხდეს ჩვენს ეკონომიკაში და არა აუცილებლად ახალი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე ვიმუშაოთ, ხო? ამ ძირითადი მიზანი არის, რომ ხელოვნური ინტელექტი მეტად იქნეს გამოყენებული ჩვენს ეკონომიკაში, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ უფრო ალბათ სახელმწიფო საწარმოების ნაწილში, ასევე კერძო სექტორში და ამ მიმართულებით ნამდვილად აქტიურად იმუშავებს სააგენტო და ჩვენს ამის მხარდაჭერი ვიქნებით. რაც შეეხება შემოსავლების ნაწილს, ეს პროგნოზი ნამდვილად არის, რომ 7%-თან ახლოს იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. შემოსავლებს რაც შეეხება, შემოსავლები ჯამურად იქნება გადაჭარბებით შესრულებული, თუმცა საგადასახადო შემოსავლებში მნიშვნელოვანი გადაჭარბება არ იქნება, მცირედი გადაჭარბება იქნება და ძირითადად ის, რომ უფრო მეტი გადაჭარბება არ გვექნება ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარეობს იმ ფაქტორიდან, რაც უკავშირდება საბანკო სექტორის მოგებას. ჩვენ გასულ წელს მოგეხსენებათ, საბანკო სექტორი სხვა სექტორებისგან განსხვავებით არის ძველ მოდელზე დატოვებული, ასე ვთქვათ, და ახალ მოდელზე არ არის. შესაბამისად, წინა წლის მოგება ახდენს გავლენას და ჩვენ ოდნავ მეტი გვქონდა პროგნოზირებული გასულ წელს საბანკო სექტორს ექნებოდა მოგება, თუმცა რაც უკვე დეკლარირებული ფაქტია, ჯამში საფინანსო სექტორიდან დაახლოებით 200 მილიონი ნაკლები შემოვა წელს, ვიდრე ეს იყო პროგნოზირებული და ეს რა თქმა უნდა ჯამურ მაჩვენებელზე მოქმედებს. ჯამურად საგადასახადო შემოსავლების შესრულება იქნება 100%-იანი, ოდნავ მეტი, თუმცა არა გადაჭარბებით შესრულებული. ეს არის ძირითადი დეფიციტი, რაც გვაქვს 2.5%, ამას შენარჩუნებული იქნება, შესაძლებელია, როგორც შარშან მოხდა, ოდნავ ჩამოვცეთ კიდევ, ან სადღაც 2.4%-ზე ჩამოვიდეთ. ეს არის მოლოდინი. მოგესალმებით, მეგობრებო, ბატონო გიორგი. ძალიან დიდი მადლობა ესე დეტალური ანგარიშისთვის. რამდენიმე შეკითხვა მაქვს. პირველი, ინფლაციას რას ვფიქრობთ წლიურ ჭრილში და შემდეგ წელზე ასე ვთქვათ, რა რაოდენობა გვაქვს გათვლილი, ვთქვათ, მიზნობრივს უახლოვდებით თუ არა? ეგ არის ჩემი პირველი შეკითხვა. მეორე შეკითხვა, მთავრობის ახალი ინიციატივა რაც იყო, საგრანტო პროექტი ქართულ არასამთავრობოების დასახმარებლად და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჩნდა სურველი, რომელიც ძალიან კმაყოფილია ამ პროექტით. წელს თუ არ ვცდები დაფინანსება გათვალისწინებული იყო 20 მილიონი ლარის ოდენობით და 2026 წელზე როგორ არის მაგ მიმართულებით დაფინანსება გათვალისწინებული და მესამე კითხვა მაქვს დღეის მდგომარეობით დაახლოებით რამდენი პენსიონერი ყავს საქართველოში და რამდენით არის ეგ ციფრი გაზრდილი 2012 წელთან. მიმართებაში იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში და ყველაზე გამსაზღვრელი როლი ამაში ითამაშა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, სიცოცხლის ხანგრძლივობა 72 წლიდან 75 წლამდე არის გაზრდილი, თუ არ ვცდები, და ეს ჯანდაცვის პროგრამებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი. ანუ აი დღეს რამდენი პენსიონერი ყავს და რამდენით არის გაზრდილი ამ 13 წლის განმავლობაში. მადლობა.
მიყვებით თანმიმდევრობით თქვენ ესებავთ ინფლაციას რაც შეეხება წელს მოლოდინი გვაქვს ეხლა ბოლო 12 თვის არის დაახლოებით 3%-მდე, ბოლო 8 თვე, ანუ მარტო 25 წელი რო ავიღოთ არის 3.6% საშუალო მაჩვენებელი და დაახლოებით იგივე სველოდები წლის პროგნოზის დაახლოებით 3.8%-ის ფარგლებში. მომდევნო წელს საშუალო მაჩვენებელი იქნება ასევე 3.6%, თუმცა უკვე წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება დავა მიზნობრივი მაჩვენებლისკენ 3%-ისკენ და უკვე შემდგომ პერიოდში 3% არის პროგნოზირებული, ანუ წლის 2026 წლის მეორე ნახევარში 3%-ისკენ წავა და საშუალო მაჩვენებელი იქნება სავარაუდოდ 3.5-დან 3.6%-ის ფარგლებში. საგრანტო თანხას რაც შეეხება შენარჩუნებულია წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონია ისევ გათვალისწინებული, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ როდესაც გამოცხადება საგრანტო, ანუ 20 მილიონი არ ნიშნავს 20 მილიონის პროექტები დაფინანსდება, ვინაიდან ეს პროექტები რიგი არის 2 წლიანი, შეიძლება 20 მილიონით 30-35 და შეიძლება 40 მილიონზე ავიდეს პროექტების ღირებულება, რაც დაფინანსდება. უბრალოდ საკასო ხარჯი რაც აღარ მივყვებით ჩვენ, საკასო ხარჯი მომდევნო წელს გათვლილია 20 მილიონი არის ოდენობით. ბენეფიციართა რაოდენობას რაც შეეხება, მოგახსენეთ რომ მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში არის 85,000 და ბენეფიციარით მეტი, რაც ყავს ასაკით პენსიონერების ნაწილში ვიძახი სხვა პენსიონერებს არ ვეხები, რაც შეეხება მთლიანად 2012 წლიდან ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ შემიძლია დაახლოებით გითხრათ რომ 725,000-მდე ბენეფიციარი მახსოვს რო იყო 2012 წელს, ეხლა უკვე ყავს 890,000-ზე მეტი 880,000-მდე ბენეფიციარი და მომდევნო წელს საშუალო მაჩვენებელი 900,000-ს გადააჭირბებს. გიორგი მოგესალმებით. ესე იგი, ჩვენი ბიუჯეტი ყოველ წელს 5 წელია ზედიზედის ძალიან მაგარი ამბავია ეს და ერთი კითხვა მაქვს, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე თქვენ როგორც თქვით $11,900 იქნება 26 წელში. 10,900 უკაცრავად და აი ჩვენ რო შევადაროთ ეს როგორია ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან, როგორც არის მოლდავეთი და უკრაინა, აი როგორი არის მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ეს თუ გვაქვს. მოდი რამდენიმე ფაქტორს გეტყვით მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ხა ჩვენ ბოლო 4 წლიან პერიოდში თითქმის გავარმაგებული გვაქვს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი. ზუსტ ციფრებს ნახავთ ახლა ბატონო ახოსხოვე, მაგრამ ახლა მოლდავის და უკრაინის შედარება ამ ეტაპზე არ იქნება სწორი, ვინაიდან ვიცით განვითარებული მოვლენები 60%-იანი იქნება ქონდა ერთ წელიწადში და შესაბამისად იმათი ეკონომიკა არის გაცილებით სხვა მდგომარეობაში და იმათზე მაღალი გვაქვს, მაგრამ რახან კანდიდატი გაინტერესებდათ, კანდიდატის ნაწილში გეტყვით, რომ ჩვენ დღეს ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის დონით თუ გახსოვთ გასული წლის პრეზენტაციას, როდესაც ვაკეთებდით ბიუჯეტის, სწორედ ეს ქონდა გამოსახული, რომ ის ქვეყნები, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრები არიან, რა დროსაც იყვნენ კანდიდატები და როდესაც შედიოდნენ, იმათზე მაღალი გვაქვს ეკონომიკური მდგომარეობა დღეს ბევრით არა, მაგრამ დაახლოებით $10,000-მდე იყო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მიმართებაში, მაშინ იგივე პოლონეთის შემთხვევაში, ხორვატიის შემთხვევაში, როდესაც ესენი გახდნენ ევროკავშირის წევრები. დღეს ამ მაჩვენებელზე უკვე მაღლა ვართ და 2029 წლისთვის ვიქნებით დაახლოებით 40%-ით უფრო მაღალი ეკონომიკის მქონე, ვიდრე მაშინ იყვნენ ის ქვეყნები, როდესაც შევიდნენ ევროკავშირში. აი ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომ ჩვენ მაგ ნაწილში სრული მზადყოფნა გვექნება ევროკავშირის წევრობის. დანარჩენი ხوار გინახია. უკრაინას რაც შეეხება 5,400 იყო 2024 წლის მაჩვენებლებით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში გამოხატული. მოლდოვას რაც შეეხება $7,600 24 წლისგან. გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს და ეს ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ასე მომავალშიც დაგეგმილია მსგავსი პროგნოზები არსებობს. ეს ასე ვთქვათ, გეფი კიდევ უფრო გაიზრდება ამ ქვეყნებთან მიმართებით და საბოლოო ჯამში, აი როგორც აღნიშნა ბატონო გემ 2026 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში გამოხატული იქნება $10,600, $900 ერთ სულ მოსახლეზე. მეც მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. წელს იქნება აღსანიშნავი თარიღი ჩვენს ეკონომიკას იუბილეს გადავუხდით 100 მილიარდი ლარის და ეს დიდი წარმატებაა, ასე რომ ვთქვათ, ისტორიული ხო, 100 გადავაჭარბებთ, ხო, დიდი წარმატება იქნება, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით
20-25 წლის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე ნომინალში $10,000 მივაღწევთ 20-25 წლის მონაცემებით, მაგრამ თუმცა ამას თუ ჩვენ გადავიყვან მყიდველთურანიანობის კოეფიციენტზე, ეს არის დაახლოებით $30,000 არის და ძალიან ახლოს არის ბულგარეთის მაჩვენებელთან. რომელიც უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომლის მყიდველთურანიანი თვალსაზრისით 34,000-ია ერთ სულ მოსახლეზე, ასე რომ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და შემდეგი 4 წლის განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი არის, რომ სტრატეგიულად წამყვან ეკონომიკურ სექტორებს მაქსიმალური საშუალება მივცეთ განვითარების და ამისთვის საჭირო არის, რომ კიდევ მეტი კაპიტალის ბაზებზე გქონდეს წყობა, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში, რომ ასეთი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ და ასე რომ ვთქვა, ძალიან წარმატებით მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონ გიორგი, წარმოდგენილი როგორც ყოველთვის ღრმა და ყოვლისმომცველი ბიუჯეტის მიმოხილვით და გეგმით. ჩვენ განათლების კომიტეტში საშუალება გქონდა, რომ დეტალურად გაგვევარა განსაკუთრებული აქცენტით განათლების მიმართულებით ბიუჯეტი და ახლა უბრალოდ მოკლე კითხვა მექნება ეკონომიკასთან მიმართებაში და ერთი სტრატეგიული კითხვა. ასიგნებების ნაწილში და ათვისების ნაწილში ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს პროცენტული ათვისებით, თუმცა არის გარკვეული პროექტები, მაგალითად ADB-ის პროექტი იყო, რომელსაც 17%-იანი ათვისება აქვს და ასევე მსოფლიო ბანკის ეს არის სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების პროექტი. თუ შეიძლება რომ მიზეზი გითხრათ ამასთან დაკავშირებით რა გამოწვევა არის და ასევე მსგავსი ტიპის დაბალი ათვისება გარკვეულ პროექტებში ხო არ გამოიწვევს გარკვეულ ასე ვთქვათ წინაღობას წლის ბოლომდე შესრულებასთან დაკავშირებით და თუ იქნება შემდეგ წელს გადატანა, გადავადება ამ ვალდებულებების. ერთი ეს კითხვა მაქვს და მეორე კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში წარმოდგენილი გაქვთ და 8 თვის მიმოხილვით ჩვენ გვაქვს ესე იგი პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის პროცენტული ზრდა იყო 13.9% და ასევე პროდუქციის მოცულობა, გამოშვებული პროდუქციის მოცულობაში ზრდა იყო. მათ შორის იყო დასაქმებულთა რაოდენობის საკმაოდ დიდი ზრდა. თუ გვაქვს პროცენტულად დათვლილი კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში, ესე ცალკე მდგომად და ასევე სახელმწიფოს ხედვაზეც რომ გვესაუბროთ, აი ამ პროცენტის გაზრდასთან დაკავშირებით, ანუ კერძო სექტორის როლი რომ უფრო გაიზარდოს ჩვენ მთლიანი და პროდუქტის ზრდასთან ერთად. პრინციპში ძირითადად ეს არის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გუშინაც ხაზი გაუსვით და კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ის სწორი პოლიტიკა და ხედვა რაც სახელმწიფოს აქვს, სწორად იქნა გადათარგმნილი როგორც ეკონომიკურ ზრდაში და ეკონომიკური ზრდა გადათარგმნილი იქნა ხელფასების მატებიდან დაწყებული პენსიების ზრდით და სხვა მიმართულებით, ყველა მიმართულებით დარგობრივი სამინისტროების ბიუჯეტის ზრდაში, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ხელისუფლებას იმ სწორი პოლიტიკისთვის, რაც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს. მადლობა. ADB-ის სესთან მიმართებით უცბად გიპასუხებთ. ADB-სთან მიმართებით იყო შერჩევის პროცედურები გახანგრძლივდა და ამიტომ ვერ მოხდა ასე ვთქვათ ათვისება და ამიტომ გვაქვს დაბალი ათვისება. მეორე კითხვა შეეხებოდა მსოფლიო ბანკის პროექტს. უშუალოდ რომელი პროექტი იყო? ხო, ანუ ჯვარი წყალტუბოსთან მიმართებით არსებობდა გარკვეული პრობლემური საკითხები, რომელიც იყო უფრო სოციალურ და მოსახლეობასთან დაკავშირებული, აღნიშნული გულისხმობს გადამცემი ხაზის მშენებლობას, ეხლა აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტის ჩართულობით უკვე გადაწყვეტილია და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ახალმა ხელმძღვანელობამ ეს პრობლემა გადაწყვიტა და უკვე აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება ამ პროექტის განხორციელება და ბოლოდინი გვაქვს რომ ინტერნეტიზაციის მიმართულება ძალიან კარგად მიმდინარეობს, უკვე 2000 კილომეტრი ინფრასტრუქტურა აშენებულია, 1000 კილომეტრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე რეჟიმში ხორციელდება. აი დღეს წარმოდგენილი იქნება კიდე ამ მიმართულებით 40 მილიონი ევროს დამატების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საბოლოო ჯამში 2027 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დასრულდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა და ფაქტობრივად ჩვენი მოსახლეობას
მიეცემა საშუალება, რომ წვდომა კონდეს მაღალ ხარისხიან, მაღალ სიჩქარიან ინტერნეტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც იქნება გაცილებით უფრო სანდო და მაღალი ხარისხის, ვიდრე სხვა ალტერნატივები არსებობს. რაც შეეხება ეკონომიკის ზომას და პროცენტულ მაჩვენებელს, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი არის დაახლოებით 30% მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეს იგივეს ნიშნავს, რომ დანარჩენი არის კერძო სექტორი, რაც ვითარდება და 30%-ია ბიუჯეტის წილი. ზოგადად შეიძლება იგივე პარამეტრები შევინარჩუნოთ, ან მეორე თემაა, რომ ქვეყანაში კერძო სექტორმა უფრო გაცილებით მეტი მაღალი ეფექტურობა აჩვენოს, თუმცა ერთ წელიწადიან და 2 წლიან პერიოდში ეფექტურობის და იმდენად შესაძლებელი ვერ იქნება, რომ მთლიანი ეს 30% გადაფაროს. შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებელები დაახლოებით საშუალოვადიან პერიოდში იქნება იგივენაირად შენარჩუნებული. შეიძლება ეფექტურობა, კერძო სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესებასთან ერთად, მათ შორის იგივე ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და ასე შემდეგ, ეტაპობრივად გამოიწვევს, რომ 0,2-0,3%-ით შემცირდეს სახელმწიფოს წილი და კერძო სექტორის წილი გაიზარდოს. თუმცა ეს პერიოდში დიდი ნახტომი აქვს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. თუ შეიძლება კიდევ თქვენ ბრძანეთ, რომ ევროობლიგაციების რეფინანსირებას გვეგმავთ 20-26 წელს და რა არის თქვენი მოლოდინი საპროცენტო განაკვეთის? ცოტა რთულია, თქმა და ალბათ არასწორი იქნება, რომ ჩვენი მოლოდინი ზუსტად განვაცხადოთ ოფიციალურად ეს მოლოდინი, თუმცა ვინაიდან ზოგადად საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია 2021 წელთან შედარებით, როგორც ფედის, ასევე ევრობორის შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტში საპროცენტო განაკვეთი იქნება უფრო მაღალი, თუმცა მოლოდინები, რაც არის სოფლიო ბაზარზე, არის, რომ წელს კიდევ შემცირდება ფედის ნაწილში საპროცენტო განაკვეთი, შესაბამისად უკვე რა იქნება წლის ბოლოს, იმაზე იქნება დაფუძნებული, რაც არის ჩვენი მხარეს, რაც არის დამოკიდებული, ანუ საპროცენტო რისკი, განსხვავება ფედის საპროცენტო განაკვეთსა და ჩვენი საპროცენტო განაკვეთის შორის, ეს დიდად არ უნდა გაიზარდოს, მაგის მოლოდინი გვაქვს. ბატონო გიორგი, მე გეთანხმებით, რომ ჯამურად ინოვაციებზე გაზრდილი არის ბიუჯეტი, მაგრამ დიდწილად გაზრდილი არის ინტერნეტიზაციის ნაწილში. კი, ძალიან საჭიროა, მაგრამ ერთი აიტემი, რომელიც ეხება იმას ინოვაციების ტექნოპარკების განვითარებას, იქ შემცირებულია და ჩემი თხოვნა, რომ იქნებ გადავხედოთ მაგ ნაწილს. დიდი თანხა არ არის. ხო, კარგით, კოლეგებო, გვაქვთ კიდევ ახშეხო არ გინდა რამის კომენტარი? კარგით, მაშინ კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ პირველ და მეორე საკითხს. დიდი მადლობა. ეხლა გადავიდეთ მესამე საკითხი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოს და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის შორის სასესხო შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მიმოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე, გისმენთ ბატონო გიორგი ამ ნაწილშიც. ანუ ამ ნაწილზე პრინციპში ვისაუბრეთ, უკვე მოკლედ მოგახსენებთ, ანუ გრძელდება რა თქმა უნდა ეს პროექტი, ახსენა ბატონო ვახტანგმა, რომ 1000 კილომეტრის მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს, თუმცა თავიდანვე ვიცოდით, რომ გარკვეული მიმართულებებით საჭირო იქნებოდა თანხის დამატება, პირველ ეტაპზე 40 მილიონი დოლარი იყო ნასესხები სოფლიო ბანკიდან ამ ნაწილში, თუმცა აქ საჭიროა იმისათვის, რომ ყველა ის არეალი და ის სოფელი და ის დასახლება დაუფაროთ, რომელზეც თავიდანვე იყო განცხადება, დაახლოებით 37 მილიონ დოლარამდეა დამატებით საჭირო, რაც გათვლები გვაქვს და შესაბამისად ჩვენ მქონდა მოლაპარაკება სოფლიო ბანკთან, დამატებით 35 მილიონ 400.000 ევროს გამოყოფა მოხდება ამ პროექტისთვის, რომელიც მომდევნო წელს არ იქნება ამისათვისება, რა თქმა უნდა, მომდევნო წლიდან დაიწყება და იქნება 3 წლიანი პერიოდი, უბრალოდ ათვისების კუთხით უკვე 2 წლიანი პერიოდი, 2027 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ეს სისხლიანი ჩამორიცხული. სისხლისანგრძლივობა თვითონ 25 წლიანია, მათ შორის 10 წელი იყო შეღავათიანი პერიოდი, საპროცენტო განაკვეთი იქნება 6-თვიანი ევრიბორზე დაფუძნებული და დაემატება 1.8% პროცენტული მაჩვენებლით მარჟა.
დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მივესალმებით აღნიშნულ პროექტს და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას. ერთი კითხვა მაქვს ზრდა, აქ ხო EIB-ის სესხიც არის და მსოფლიო ბანკის და როგორ არის გადანაწილება თვითონ სამუშაოების და EIB-ის წილიც იზრდება თუ არა და ასევე სკოლებთან მიმართებაში, როგორც ვიცი, ანუ სკოლების თვითონ end user-ამდე მიდის საჯარო სკოლებთან აღნიშნული პროექტები და აქ ხომ არა გვაქვს რაიმე ტიპის შეფერხება, იმიტომ რომ სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით ეს გადასვლა, გარკვეული გადავადებებიც გამოიწვია. ამ ნაწილთან პროექტთან მიმართებაში ეს გადავადებები როგორ არის და ასევე თხოვნა იქნება, როდესაც დაიგეგმება და როგორც ვიცით, სამინისტრო ინფრასტრუქტურისა და რეგიონულ სამინისტროსთან ერთად პრიორიტეტულ სიას გააკეთებს სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით რეგიონებში და პრიორიტეტების კუთხით გათვალისწინებული იქნას ლოგინ ჯორჯიას პროექტის ფარგლებში სკოლებზე მისვლის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. მადლობა. ну რაც შეეხება იმ ნაწილს რომ EIB-ის კომპონენტიც იზრდება თუ არა, ვინაიდან ეს უკვე 35 მილიონი ევრო სრულად ფარავს რომ რაც დაგეგმილია იმ არეალების სრულად მოცვა იქნება, შესაბამისად ჩვენ დამატებითი რესურსი უკვე EIB-ის ნაწილში აღარ გჭირდება და აღარ იქნება საჭირო, EIB რჩება იგივე მოცულობით და რაც შეეხება უკვე სკოლებთან მისვლას, ეს როგორც იყო დაგეგმილი, რა ვიცი ბატონო ახთები დაამატებს თუ რამე საჭიროა მიმართულებით. ანუ პროექტი შედის ისეთ დასახლებებში, სადაც არის 200 და მეტი მოსახლე, რომელიც არის ეგრეთ წოდებული თეთრი წერტილი, ანუ სადაც არ არის უკვე შესული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, როგორც წესი, მსგავსი ტიპის პოპებს ვეძახით, სადაც დაერთების წერტილი არის სკოლებთან, საჯარო ინფრასტრუქტურა მუნიციპალურ ცენტრებში, ან მუნიციპალიტეტის შენობის გვერდით ან სკოლის შენობებში, რომლებშიც მერე უკვე ნაწილდება კერძო კომპანიის მიერ, რომელიც არის უშუალოდ ქსელის ოპერატორი, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ძალიან აქტიურად იყენებენ ლოგინ ჯორჯიას პროექტს, სკოლები და სასწავლო დაწესებულებები, ფაქტობრივად ამით მათ საშუალება აქვთ, რომ ინტერნეტი მიიღონ, უკვე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხარისხის ინტერნეტი ქონდეთ და არ იყვნენ დამოკიდებული ან მობილურ ან სხვა ტიპის Wi-Fi ინტერნეტის მიღებაზე, რომელიც აქამდე გამოიყენებოდა. შესაბამისად აღნიშნულ პროექტს აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური დადებითი ეფექტი საბოლოო ჯამში ეს პროექტი რო დამთავრდება სრულად ჩაეშვება ასე ვთქვათ ექსპლუატაციაში მნიშვნელოვნად დააჩქარებს რეგიონების გათანაბრების პროცესს დედაქალაქთან და ცენტრებთან ასე ვთქვათ რეგიონულ ცენტრებთან. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, გთხოვთ აღნიშნულ საკითხს უყაროთ კენჭი კოლეგებო. მადლობთ წარმატებები. კარგით. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, მეოთხე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის დასაბეგრი ბაზრის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ მრავალმხრივი კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ წარსადგენი განახლებული დათქმები და შეტყობინებები. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი მამუკა ბარათაშვილი. ისმენთ ბატონო. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელიც უკავშირდება საქართველოს საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებას, მიზნად ისახავს მრავალმხრივი საგადასახადო კონვენციის გავრცელებას იმ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებზე, რომელზეც კონვენცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მრავალმხრივი საგადასახადო კონვენცია პროექტის ფარგლებში შემუშავდა OECD-ის მიერ დასაბეგრი ბაზის შემცირების აღკვეთის და მოგების დაბალი გადასახადების იურისდიქციებში ხელოვნურად გადატანის აღკვეთის მიზნით. საქართველოს ამ კონვენციას მიუერთდა 2017 წლის 7 ივნისს, რატიფიცირება მოხდა 2018 წლის 28 დეკემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 2019 წლის 1 ივლისიდან. მოგესალმებათ, საქართველოს გაფორმებული აქვს 58 ქვეყანასთან ორმაგი დაბეგრის ხელშეკრულებები, ამ ეტაპზე ძირითად ნაწილთან
დიდ ნაწილთან ამოქმედებულია უკვე ეს კონვენცია, ეხლა შედის ძალაში იმ რატიფიცირების შემთხვევაში შევა იმ ქვეყნებთან ძალაში, რომელთანაც ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ მოქმედებს. ეს ქვეყნებია კერძოდ ავსტრია, დანია, გერმანია, შვეიცარია, პოლონეთი, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ სულ 22 ქვეყანა, რომელთანაც ამ ეტაპზე ეს კონვენცია არ მოქმედებს. დოკუმენტის მიხედვით მოგების ხელოვნური გადატანა დაბალი გადასახადების იურისდიქციებში შეიზღუდება და ბიზნესს ექმნება მკაფიო მექანიზმი საგადასახადო დავების მოსაგვარებლად. კერძოდ, ბოროტად გამოყვანის აღკვეთა ერთ-ერთი მიზანი ამ კონვენციასთან მიერთების შეღავათები არ გავრცელდება იმ შემოსავალზე ან ტრანზაქციაზე, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გახლავთ მხოლოდ შეღავათით სარგებლობა და ასევე დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მიზნით რეზიდენტს მიეცემა უფლება კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს შეთანხმების არასწორად თუ რომ მის მიმართ თუ არასწორად იქნა გამოყენებული შეთანხმება. დოკუმენტი როგორც მოგახსენებათ საჭიროებს რატიფიცირებას პარლამენტის თანხმობას მისი ძალაში შესვლისთვის გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა. ფინანსური ვალდებულებას ვიღებთ კონვენციაში შეერთებით. ფინანსური ვალდებულება არ ვეთქვი, ფინანსური ვალდებულებას არ ვიღებთ, კონვენცია უკვე ძალაშია, უბრალოდ 22 ქვეყნის მიერთება ხდება. კოლეგებო, თუ კითხვები გვაქვს, გთხოვთ. გთხოვთ აღნიშნულ საკითხს უღაროდ კენჭი. მადლობა. და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბერგვის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 2007 წლის 15 ოქტომბერს ქალაქ ლუქსემბურგში ხელმოწერილი შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაუქმაზე ოქმი. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი მამუკა ბარათაშვილი. მადლობთ, მოგახსენებთ. საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს შორის, როგორც თქვენ ბრძანეთ, 2007 წლიდან მოქმედებს შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბერგვის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება, რომელიც ბიზნესის ახავს ორმაგი დაბერგვის თავიდან აცილებასა და ქვეყნებს შორის ინვესტიციების ხელშეწყობას. სწორედ ამ შეთანხმების ეფექტიანად და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნის 2025 წლის 3 ივლისს ხელი მოეწერა ხელშემწყობილი მხარების ფინანსთა მინისტრების მიერ ხელი მოეწერა ცვლილებების ზოგს, რომელსაც წარმოგიდგენთ დღეს რატიფიცირებისათვის. ცვლილებები არსებითად ეხება ინფორმაციის გაცვლის მუხს, რომელიც სრულად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. მონაცემების გაცვლა, კერძოდ მონაცემების გაცვლა შესაძლებელი გახდება როგორც მოთხოვნის საფუძველზე, ასევე ავტომატურად, სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევებში, ასე აღარ შეიძლება ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმა მხოლოდ საბანკო და კომერციული საიდუმლოების საფუძველზე. ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის თობას ხელშემწყობილი ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის და შემოაქვს ეფექტიანი ინსტრუმენტები დარღვევების გამოვლენისა და პრევენციისათვის. აქვე ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ საქართველოს 2022 წლის 9 ნოემბერს შეუერთდა ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შესახებ კომპეტენტური უწყებების საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ CRS-ის სტანდარტს, რომელიც შემუშავებულია OECD-ის მიერ და ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების ავტომატურ გაცვლას და საქართველოს უკვე 2024 წლიდან ცვლის 57 ქვეყანასთან საბანკო ინფორმაციას და ეს ავტომატურ რეჟიმში და მათ შორის ლუქსემბურგთანაც. წარმოდგენილი დოკუმენტი სწორედ ამ სტანდარტის მოთხოვნებთან თავსებადია და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის პროცესების ეფექტიანობასა და შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან. გთხოვთ ხარი დაუჭიროთ წარმოდგენილი ცვლილებების რატიფიკაციას. გთხოვთ კოლეგებო, უყურებთ კენჭი აღნიშნულ საკითხს, დიდი მადლობა. საკითხი რატიფიცირებულია. ყველას დიდი მადლობა დღევანდელი საინტერესო კომიტეტისთვის და წარმატებები ყველას.